ამერიკაში საპროცენტო განაკვეთს დაუწიეს, მაგრამ კრიპტო მაინც კორექციას აგრძელებს. რა ხდება? მეგობრებო, სანამ გადავიდოდით ჩარტებზე და განვიხილავდით იმ K-level-ებს, სადაც შეიძლება Bitcoin, Ethereum ჩამოვიდნენ, აქამდეც ქონდა განხილველი, მაგრამ კიდევ ერთხელ გადავიმეორეთ ეს ყველაფერი. მაგრამ სანამ ჩარტებზე გადავალთ, მინდა განვიხილოთ თუ რა მოხდა, როგორ დააკლეს ეს ვთქვათ საპროცენტო განაკვეთს და რატომ არ ხდება ის, რასაც ყველა ელოდებოდა. სანამ დავიწყებ ამ ყველაფერს განხილვას, მეგობრებო, Discord-ში ქონდა დაწერილი, რომ რასაც ყველა ელოდება, ზუსტად ის არ მოხდება და ზუსტად საპირისპირო მოხდება, იმიტომ რომ ეს ხდება ყოველთვის. რასაც ყველა ელოდება, ლოგიკური არის, რომ ის არ მოხდება, ხო? რა თქმა უნდა, საპროცენტო განაკვეთს მართლა დაუკლეს, მაგრამ ბევრს ეგონა, რომ აი დაკლების შემდეგ კრიპტო აუცილებლად წავიდოდა მაღლა, მაგრამ ჩვენ ახლა ვხედავთ საპირისპიროს და რატომ ხდება ეს? პირველ რიგში, იმიტომ რომ ყველას ეგონა, რომ მაღლა წავიდოდა, ამიტომ რაც ყველას გონია, რა თქმა უნდა, ზუსტად ის არ ხდება ხოლმე, იმიტომ რომ ყველა ვერ გააკეთებს ფულს, როცა იცით, რომ აი თქვენ გარშემო YouTube-ზე მეგობრებიც, მაკაცები, მეზობლები რო აპარაკობენ, რომ საპროცენტო განაკვეთს დაუწევენ, всё, წავედით. 10x, 20x, 10 სეზონი, ის სეზონი, რა არის, კიდევ რაღაცები. ხო, როცა ყველა მაგაზე ქადაგებს და მაგას ამბობს, ზუსტად მაშინ უნდა იცოდეთ, რომ ეგ არ მოხდება, იმიტომ რომ ყველას გონია, რომ ეგ მოხდება. საპროცენტო განაკვეთი დაუკლეს, მაგრამ ანუ ბევრი ახლა უყურებს ჩვეულებრივად, აი დაუკლეს თუ არ დაუკლეს და მორჩა. მეც რა თქმა უნდა, უბრალოდ შევხედე დაუკლეს თუ არ დაუკლეს. დაუკლეს, პატარა ესე ვთქვათ, პამპი და დომპი გქონდა ძალიან პატარა მინიმალური. და შემდეგ ესე ვთქვათ, რო წავიკითხა და მოусმინე თუ რა თქვა პაულმა, მან თქვა შემდეგი რაღაცა. იმისთვის რომ ჩვენ რისკები შევამციროთ, უფრო დიდი ინფლაციის გავლით დავიცვათ თავი, ჩვენ ვალდებული რომ 9.25%-ით დავუკლოთ საპროცენტო განაკვეთს და ამას არ ვაკეთებთ ჩვენ, იმიტომ რომ ეკონომიკა ყვავდება, კარგად მიდის და მაგრა ვართ და ესე ვთქვათ, ციფრები და ეკონომიკა გვაძლევს იმის უფლებას, რომ საპროცენტო განაკვეთს დავუკლოთ. არა, ჩვენ ამას ვაკეთებთ, იმიტომ რომ ჩვენი, ესე ვთქვათ, რისკ მენეჯმენტისთვის ვაკეთებთ, რომ ჩვენი რისკები შევამციროთ და რაში გამოიხატება ეს რისკები. მოგეხსენებათ, რომ ამერიკაში უმუშევრობის ციფრები იზრდება და მათ ამ ესე ვთქვათ საპროცენტო განაკვეთის დაკლებით ცდილობენ რომ ესე ვთქვათ ბიზნეს უფრო იაფად, ცოტა უფრო იაფად შესთავაზონ სესხი, რათა ესე ვთქვათ ბიზნესებმა დააფინანსონ თავიანთი ხარჯები და ესე ვთქვათ ხალხი არ გაუშვან და პირიქით ესე ვთქვათ წარმოიქმნას გარკვეული ესე ვთქვათ სამუშაო ადგილები, რომ იმ პროცენტმა, ანუ მუშავრების პროცენტმა დაიკლოს და აღარ გაიზარდოს როგორც აქამდე იყო. ანუ ეს იყო ჩვეულებრივად რისკ მენეჯმენტი. რა თქმა უნდა, ახლა განიხილავენ, რომ შემდეგ ჯერზე შეიძლება რა თქმა უნდა ყველა მაგას ამბობს, შეიძლება 0.5%-ით დააკლონ, იმიტომ რომ ტრამპის კაცი მოიცოს შესაძლებელი არის, არ გამოურიცხავ, შეიძლება მაღალი ალბათობა არის, ანუ ისეთი მაღალი ალბათობა არის, როგორც ახლა იყო იმის ალბათობა, რომ საპროცენტო განაკვეთი დავარდებოდა, მაგრამ ესე ვთქვათ, თუ ტრამპის კაცი მოვიდა, კი უკვე მოსული არის და ანუ შეიძლება რომ დააკლონ, მაგრამ იმაზეც უნდა დავფიქრდეთ მეგობრებო, რომ თან ბაზარიც ახლა გვეუბნება, აი თავარი არის რომ დააკვირდე ბაზარს. მე ყოველთვის ამოვდი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ეს ფაქტი, რაც ახლა ხდება, კიდევ ერთხელ გვანახებს, რომ იმას, რასაც მე ვამბობ, არის 100%-ით გარანტირებული და რას ვამბობ მე ამ ყველაფერს მეგობრებო. ყოველთვის ამბობ, რომ არ უყურო ისინი რას ამბობენ, არ უყურო ისინი რას ფიქრობენ, რას გააკეთებენ, არ მოусმინო ამ ყველაფერს, უბრალოდ შეხედე რა ხდება და რას აკეთებენ ისინი. და ბაზარზე რა დავინახეთ, ჩვენ საპროცენტო განაკვეთი დავარდა, ხო? წესით უნდა მოხდეს ბუმი. აქციები უნდა წავიდეს მაღლა, აქციები წავიდნენ მაღლა სხვათა შორის. ინდექსები წავიდნენ მაღლა, მაგრამ ახლა კორექციაზე მიდიან, ანუ ყველაფერი მაღლა უნდა წავიდეს, ბუმი უნდა იყოს ოქროს გარდა, ხო? მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ოქრომ გააკეთა ძალიან დიდი ზრდა, ხო? რატომ ხდება ეს? ეს ხდება იმიტომ, რომ თუ ესე ვთქვათ, თქვენს კიდევაც რომ ანუ ჩვენ ამას იმიტომ ვაკეთებთ, ანუ იმიტომ ვუწევთ საპროცენტო განაკვეთს, რომ რისკები შევამციროთ. რისკ მენეჯმენტი არის არა თუ მაგრა მიდის ეკონომიკა და ჩვენ გვაქვს უფლება რომ დავუწიოთ. არა. ამიტომ ეს ყველაფერი ინვესტორებში გამოიწვევს დიდ უნდობლობას, გამოიწვევს დიდ ესე ვთქვათ, რა დავარქვათ ამ ყველაფერს? უნდობლობა, რისკი. ამ ორი ტერმინით შემოვიფარგლოთ და არიციან მათ რა მოხდება. ვარენ ბუფეტი ტყუილი უბრალოდ ხوارაზის თავის ქეშზე. ქეშზე ზის იმიტომ რომ ის მოელის, ასე ვთქვათ, შეიძლება დიდ კრიზისს, დიდ
დამს ან ასე შემდეგ, ხომ? რა თქმა უნდა ეს არის. და ისიც არ უნდა გავუწდეს მეგობრებო, რომ ანუ ჩვენ ახლა ყველას გვიხარია, რომ საპროცენტო განაკვეთს დააგდებენ, ხო? ანუ ველოდებით რომ რო დაიწევს, გვექნება ბუმი, აი მაგალითად რომ ავიღოთ კორონას დროს 0 იყო თითქმის, ხო? და დავინახეთ თუ რამხელა ფული შემოვიდა ბაზარზე, რა სიგიჟეები ხდებოდა, როლექსები იწევდა, ვისკები იწევდა, პოკემონ კარტების ფასი იწევდა, კრიპტოზე ხო საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი, ხო, მაგრამ მაგის მერე იყო ძალიან დიდი ინფლაცია, ძალიან დიდი პრობლემები. და გვახსოვდეს ის ყველაფერი მეგობრებო, რომ იმათ თუ დააკლეს საპროცენტო განაკვეთს, თუ ესე ვთქვათ, ეს მუშაობს კი, თუ ესე ვთქვათ, კრიპტო მაიწე, აქციები მაიწე, ინდექსები მაიწე, ასე შემდეგ, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი რო ჩაივლის და ძალიან მალე ჩაივლის, შემდეგ გვექნება უფრო დიდი კრიზისი. გვექნება ინფლაცია, გვექნება ფასების გაძვირება და ასე შემდეგ. ეს მუშაობს ეკონომიკა. ცალკე ვიდეოსაც ჩავწერ მეგობრებო დოლარზე, ყველა რო ელოდება დოლარის და ამერიკის ამოტრიალებას, რასაც მე ესე ვთქვათ, ანუ შესაძლებელი არის, ანუ ვერავინ ვერ გავექცევით იმას, შეგვიძლია ჩარტი ავიღოთ, შეგვიძლია ფასები შევადაროთ, ყველაფერი გვეუბნება იმას, რომ კი დოლარი გაუფასურდა, კი დოლარი გაუძვრდა, კი დოლარი არის shitcoin. კი ბატონო, მაგრამ როცა შენ ყავს თავრობა, შენ ყავს ადამიანი, რომელიც ესე ვთქვათ, ამ ყველაფერს აკონტროლებს, ხო ისინი ცდილობენ ყოველთვის რომ რაც შეიძლება მაქსიმალურზე გაწევენ. ხო ზოგი ელოდებოდა Big Reset 2019-ში, ზოგი 2020-ში, ზოგი 2024-ში, ზოგი ამბობდა რომ ამ წელს მოხდებოდა, ზოგი ამბობს 2026-ში მოხდებოდა, ზოგი ამბობს 2030-ში მოხდებოდა და ამ. ანუ ჩვენ არ ვიცით ეს ყველაფერი როდის მოხდება და ეს ამ პროცესის ხელოვნურად გაწევა არის შესაძლებელი, ხო? ამიტომ მეგობრებო, გვახსოვდეს რომ თუ ეს მოხდება და დაუწეს საპროცენტო განაკვეთს, არ უნდა დაგვაუწყდეს ის რომ აუცილებლად შემდეგ გვექნება ინფლაცია. და ამისთვის უნდა იყოს ყოველთვის დაზღვევები, ანუ თავი უნდა დაიზღოთ, როგორ უნდა დაიზღოთ, დივერსიფიცირებული პორტფოლიო, თუ უნდა გქონდეს cash giver-ზე, უნდა გქონდეს ოქრო, ვერცხლი, ასე შემდეგ. ამაზე ბევრი ვიდეო მაქვს ჩაწერილი და კიდე ჩავწერ, რა თქმა უნდა. გადავიდეთ ახლა მეგობრებო ჩარტებზე და მოდი ვნახოთ თუ რა შეიძლება Bitcoin-მა, Ethereum-მა გააკეთონ. და ესე ვთქვათ, რას აკეთებს ოქრო, იმიტომ რომ ოქროც არის ძალიან საინტერესო, ოქროც განვიხილოთ. ეს არის მეგობრებო ის ლეველი, რომელზეც მე წინა ვიდეოებშიც ვისაუბრე. ჩვენ გვაქვს ესე ვთქვათ, ხედავთ აქ რომ ვიყავით ჩვენ აღმავალ ტრენდში, ანუ გავარღვიეთ ეს, შემდეგ გაიტესტა და შემდეგ ვეღარ გავარღვიეთ ეს დროპ-ოფი, ანუ ეს დროპ-ოფი არის ის, საიდანაც დაიწყო ესე ვთქვათ Bitcoin-მა ვარდნა და ხედავთ აქ რომ daily-ზე წარმოიშვა ესეთი ლეველი, რომელიც პირველ ჯერზე დავარეჯექტეთ თუ არა ჩვენ გავაკეთეთ lower low და ესე ვთქვათ მაღლიდან დაიწყო უკვე დაღმავალი ტრენდი. რა თქმა უნდა ჩვენ უნდა თუ შევხვდეთ ვართ აღმავალ ტრენდში ვიქნებით აქაც, აღმავალ ტრენდში ვიქნებით აქაც და ესე დავკარგეთ, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენ ვართ high time frame დაღმავალ ტრენდში. აი აქ მაგალითად ვიყავით დაღმავალ ტრენდში, მაგრამ შემდეგ წამოვიდით ესე ვთქვათ აღმავალ ტრენდში. აქედან რო დავიწყოთ, აქედან ესე აღმავალ ტრენდში ვართ, მაგრამ ესე ვთქვათ ტექნიკურად ესე შეიძლება გაიტესტოს. რა თქმა უნდა, ესე ვთქვათ პოზიტიური იქნებოდა უფრო ბაზრისთვის, რომ აქ შენარჩუნილიყო, ვთქვათ ტესტი ყოფილიყო და წასულიყო მაღლა, მაგრამ ანუ შესაძლებელი იყო ესეც გატესტილიყო, ესეც კარგი არის, აქაც რო შეინარჩუნა, ესეც პოზიტივს გამოიწვევს ბაზარზე, ერთ-ერთი აგრესიული ტესტი არის და ეს არის უკვე last defense zone, ესე დავარქმევ. ესეც თუ დავკარგეთ და თუ ვერ შევინარჩუნეთ, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვარაუდოთ, რომ ლიკვიდობა იქნება ქვემოდან აღებული. ნუ ეს თუ მოხდა, მაგ შემთხვევაში უკვე ბაზარზე ძალიან ცუდი ესე ვთქვათ მომენტუმი გვექნება, altcoin-ები შეიძლება ძალიან ბევრი საერთოდ გაქრეს კიდევაც, ესეც თუ გაიტესტა. და შეიძლება საერთოდ ეკონომიკაში ძალიან ცუდი რაღაცეები იყოს, მაგრამ მოდი ვივარაუდოთ, რომ ეგ არ მოხდება, იმიტომ რომ ჯერჯერობით არ გვაქვს არანაირი საფუძველი იმაზე, რომ ამ ლეველის გატესტვაზე ვისაუბროთ, სანამ ეს მოხდება. მანამდე ბევრი ლეველი არის გასატესტი, როგორც წეგან ნაგიხსენით მეგობრებო. პირველი არის აი ეს, რომელსაც ველოდები მე რომ გაიტესტოს და შემდეგი არის უკვე აი აქ დავხაზავ box. Levels არ ავირჩევ, აი აქ დავხაზავ box, იმიტომ რომ აქ ბევრს უდევს stop-loss-ები, ანუ თუ ეს ვერ შევინარჩუნეთ, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვარაუდოთ, რომ ყველა stop-loss-ი აქ, ასე ვთქვათ, გაისტოპება, იქნება ლიკვიდობა აღებული და აქ არის ის გახსნილი
გასატესტე ადგილები, რომელიც შეიძლება გაიტესტოს და წავიდეს მაღლა. და კიდევ ერთხელ მეგობრებო, რატომ გონია რომ ფასი ჩამოვა ქვემოთ? ანუ თქვი რომ აქედან გვაქვს შენ ესე ვთქვა დროპ-ოფი, ეს არის დროპ-ოფი დეილიზე. საიდანაც დაიწყო ესე ვთქვა დიდი ვარდნა, შემდეგ დავინახეთ რომ ეს გაიტესტა, რა მოხდა? ოკეი. აქედან იყო ესე ვთქვა დიდი ვარდნა, შემდეგ ხედავთ რომ გაიტესტა, დავარეჯექტეთ და გავაკეთეთ ესე ვთქვა lower low. ეს ლეველი რჩება K ლეველად იმისთვის რომ ჩვენ გავაკეთოთ ახალი all time high. თუ ჩვენ გავარღვევთ ეს ლეველი, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვარაუდოთ რომ all time high არის გარდაუვალი. მაგრამ რა შეიძლება ახლა მოხდეს და რას ველოდები პირადად მე აქ ეს არის ერთ-ერთი ადგილი რომელიც შეიძლება გაიტესტოს, მაგრამ ჩემი აზრით არ იქნება საკმარისი სიძლიერე იმისთვის რომ აქ ფასმა შეინარჩუნოს. პირდაპირ რა თქმა უნდა აქ მე ტრეიდებს არ ვეძებ, მე დავალოდები ფასში რა მოხდება, იქნება თუ არა სიძლიერე და შევეცდები უკვე აქ ვეძებო ლონგებს. რატომ გონია რომ ვერ შეინარჩუნებს ამას? ნახეთ, ეს რომ გაგვერღვია, მაგ შემთხვევაში შეგვეძლო გვევარაუდა რომ ან აქ აგრესიულად გატესტავდა, ან აქ უფრო დეფენსიურად გატესტავდა და შემდეგ შეგვეძლო მაღლა წავსულიყავით, მაგრამ ჩვენ ვხედავთ რომ ვერ დაარეჯექტა, როცა რაღაცას ვერ არეჯექტებ, ეგ ნიშნავს იმას რომ ისევ ადვილი ენაზე რო გადავთარგმნ და ეგ ნიშნავს იმას რომ შენ არ გაქვს საკმარისი ძალა, საკმარისი ფული იმისთვის რომ გაარღვევეს გარკვეული ლეველი და რა შვები ხოლმე როცა შენ საკმარისი ფული, საკმარისი ლიკვიდობა არ გაქვს იმისთვის რომ გაარღვევ რაიმე ლეველი, მაგ შემთხვევაში შენ გჭირდება რამე პოზიტიური ლეველი იმისთვის რომ არაბუნებრივად ხელოვნურად გაიზარდოს ფასი და გაირღვეს ეს გარკვეული ლეველი, ან გჭირდება ესე ვთქვათ საწვავის ჩასხმა და საწვავის ჩასხმა ხდება რა თქმა უნდა ქვემოთ ლეველებზე, როცა შენ აქ ყველას ესე ვთქვათ ხიშტავ/stop loss ესე ვთქვათ ასტოპებ იმისთვის რომ სხვები შეეცოს ორდერები, სხვები შევიდნენ ფასში უფრო იაფად და ესე ვთქვათ იყოს ლიკვიდობა აღებული. ამიტომ გონია რომ ეს არის ის ლეველი, რომელიც შეიძლება გაიტესტოს და რომელიც შეიძლება იყოს საინტერესო საინვესტიციოდ, მაგრამ მე განიშნავს იმას, რომ სანამ ფასი აქამდე ჩამოვა, შენ არ შეგიძლია ტრეიდების აღება. ეხლა მოდი განვიხილოთ უცბად double time frames თუ სად ველოდები მე ლოკალურად ესე ვთქვათ ლონგების აღებას, რა თქმა უნდა ლონგების აღებას ველოდები აი აქ. ანუ აქ ერთ ლეველს ვერ დავდებ, იმიტომ რომ ეს მთლიანი ადგილი შეიძლება გაიტესტოს, იმიტომ რომ ნახეთ პირველ რიგში არის ეს ლეველი, საიდანაც ესე ვთქვათ ნახეთ აქ გქონდა ეს drop-off-ი, ანუ როგორც daily-ზე განახეთ წეღან drop-off-ი, იგივე drop-off-ი არის ეს, ანუ იგივე drop-off-ი არ არის უკაცრავად, იგივე drop-off-ი არ არის, მაგრამ იგივე ნახეთ, აქ როგორი drop-off-იც არის, იგივე, ასე ვთქვათ, პრინციპით არის აქაც drop-off-ი. ანუ ჩვენ დავინახეთ, რომ ჩამოვიდა ფასი აქედან, ანუ დავკარგეთ ეს მთლიანი სუპორტი, ეს სუპორტი დაგვაკარგინა აი ამ drop-off-მა, ანუ აქედან დაიწყო ვარდნა და ამ წერტილმა იზრუნა იმაზე, რომ ჩვენ ეს ლეველი დაგვეკარგა. ანუ ეს ხდება ესე ვთქვათ ის scale ლეველი, რომელსაც თუ გავარღვევთ, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვარაუდოთ, რომ ფასი გააგრძელებს მაღლასვლას, ხო? ანუ დავინახეთ, რომ აქ გაირღვა, გაიტესტა აგრესიულად და ფასი წავიდა მაღლა და შემდეგ დაარეჯექტა ის daily ლეველი, რომელზეც წეღან ვისაუბრეთ. ეხლა ნახეთ რა ხდება მეგობრებო. ეს არის ის წერტილი, აი ეს არის ის წერტილი, რომელმაც იზრუნა იმაზე, რომ ჩვენ აი ამ რეინჯიდან გაგვერღვია და ეს drop-off-ი გაგვერღვია. ანუ აქედან დაიწყო ზრდა. ამიტომ კორექციაზე ლოგიკური არის, რომ ფასი ჩამოვიდეს აქამდე და გაიტესტოს აქ, მაგრამ რატო არ ვიღებ მე აქ პირდაპირ ტრეიდს, იმიტომ რომ სად უნდა დავსვათ ჩემი stop loss-ი, ხო? ეს stop loss-ი არის სისულელი აგრესიულზე აგრესიული, ანუ აქედან თუ წამოვიდა ფასი, ეგ ნიშნავს იმას, რომ მას სჭირდება დიდი ვოლატილობა და გვექნება დიდი დროპი, ხო, შეიძლება ესეთი სანთლები გქონდეს და მაგ შემთხვევაში შეიძლება უცბად გაივიკო და შემდეგ წავიდეს მაღლა, ხო, ამიტომ აქ არის უდიდესი სისულელი, რომ დააყენო stop loss-ი, მაგრამ შენ თუ აქ დააყენებ stop loss, ანუ მაშინ რატომ არ უნდა დააყენო აქ ან აქ არა, ხო? ანუ ეგ ნიშნავს იმას, რომ ზოგი აქ აყენებს stop loss, ზოგი აქ აყენებს stop loss, ზოგი აქ აყენებს stop loss და რა საკეთებს ხოლმე ფასი ყოველთვის ცდილობს, რომ შენი stop loss-ი მოძებნოს და ესე ვთქვათ გაგსტოპოს, ხო? ამიტომ სრულიად შესაძლებელი არის, რომ აქედან იყოს ლიკვიდობა აღებული და წავიდეს მაღლა. ამიტომ მე აი ამ ზონაში ვუყურებ, ესე ვთქვათ ლონგებს. ნახო ფასი რო ჩამოვა, სად შეჩერდება და შემდეგ უკვე შევეცდები, რომ კონსტრუქცია დავიჭირო, სადაც ესე ვთქვათ ლოგიკური იქნება ლონგის აღება. რაც შეეხება ახლა ლოკალურად მეგობრებო, შორტით აღარა ვარ დაინტერესებული. ორი შორტის შანსი იყო, ტექსტბუქი იყო, აი რასაც ქვია ტექსტბუქი, რასაც ასე ვთქვათ, ხსნი ხოლმე. ხედავთ აქ რომ აქ არის ესე ვთქვათ აღმავალი
კომპრესია, ხედავთ რომ ვერ გავარღვიეთ ეს ლეველი, ჩამოვარღვიეთ ეს კომპრესია, ანუ აქ იყო ჯერ ეს იყო first touch-ი, ეს იყო ყველაზე აგრესიული და ყველაზე სარისკო ტრეიდი, რომელსაც მე არ ავიღებდი, ესე ვთქვათ, ეს დიდად არ მომწონდა, მაგრამ შემდეგ იყო ესე ვთქვათ, ტრენდის გაგრძელება, რაც იყო იდეალური. ანუ ეს ტრეიდი იყო იდეალური მეგობრებო და უფრო მაღალ ტაიმფრეიმზე რო გადავალთ, ნახეთ. აქ გქონდა 1 საათიანი ლუზიც, ანუ კიდევ დამატებით კონფირმაცია 1 საათიანზე დავკარგეთ ჩვენ ეს ლეველი და აი ეს იყო მეგობრებო იდეალური გადასვლა. ეს იქნებოდა იდეალური ტრეიდი, ეს არის მართლა რასაც ქვია textbook price action-ი და ნახეთ ახლა რა ხდება, გექნებოდა აი ესეთი setup-ი. რა თქმა უნდა, დიდ პროფიტს უკვე აქ დააფიქსირებდი და შემდეგ რა თქმა უნდა, ეს ამასაც ესეც შეგეძლო დაგეტარგეტებინა, მაგრამ რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე შენ stop loss აქ ჩამოწევდი, ან ამ შემთხვევაში უკვე აქ იქნებოდა. სამწუხაროდ მე მაგ დროს მეძინა, მეგობრებო, იმიტომ რომ ხედავთ რომ აქ ღამე იყო, ეს ტრეიდი ღამე მოვიდა, 3:30-ზე იყო პლუს მინუს და მე რა თქმა უნდა მეძინა. დღეს სხვათა შორის კიდევ იყო დილით შანსი რომ შევსულიყავით continuation-ზე და ეს იყო ეს continuation-ი, აქ რო შესულიყავით და stop loss-ი აქ დაგეყენებინა, ესეც იდეალური იქნებოდა, მაგრამ ამ დროს მეგობრებო მეძინა. დიდი ხანი მეძინა დღეს, ამიტომ აქაც ვერ შევედი და ვერ მოვასწრე. სამწუხარო არის, მაგრამ რა თქმა უნდა დაძრულ მატარებელზე აქ უკვე აღარ მინდოდა შესვლა, იმიტომ რომ აქ უკვე ლოკალურ პოტენციურ სუპორტს ტესტავდით და სულად შესაძლებელი იყო მაღლა წასულიყო. ამიტომ სარისკო იყო ჩემთვის და მატარებელი რომელიც უკვე დაძრულია, არ უნდა შეხტეზე, იმიტომ რომ შეიძლება გადმოვარდე და ფატალურად დამთავრდეს. მოკლედ ეს არის მეგობრებო, რაც შეეხება ბიტკოინს, ჩემი ხედვა, ანუ ველოდები რომ გაიტესტოს ეს ლეველი, აქ ველოდები მე ლონგების აღებას. და ესე ვთქვათ, უფრო big picture-ზე, უფრო მაღალ სურათზე რომ ავიღოთ, მე ვატარგეტებ აი ამ levels. საინვესტიციოდ იქნება კარგი ლეველი და ესე ვთქვათ, რა თქმა უნდა, long trade-ებისთვის, ესე ვთქვათ, swing trade-ებისთვის. და პირველ რიგში, ანუ სანამ აქ ჩამოვალთ, რა თქმა უნდა, ეს ჯერ არ შეგვიძლია განვიხილოთ, სანამ ჩვენ აქ ვიმყოფებით. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავკარგეთ ეს ლეველი, ანუ მინიმუმ 4 საათიანზე daily-ზე რა თქმა უნდა, უფრო კარგი იქნება, მაგრამ მინიმუმ 4 საათიანზე თუ ჩამოვარღვით ეგ ლეველი, მაგ შემთხვევაში გაგვიაქტიურდება შორტები და შეგვიძლია ვარავდოთ, რომ გავტესტავთ აი ამ ლეველს და ავიღებთ აქედან ლიკვიდობას. მაგრამ ჩვენ თუ შევინარჩუნეთ ეს ლეველი, მაგ შემთხვევაში არ აქვს არანაირი საფუძველი, რომ ვარავდოთ, რომ ფასი აქამდე ჩამოვა, მაგრამ მე რა თქმა უნდა high time frame-ზე მაინც ვგონია, ეს შეიძლება ცოტა გამოცდილებასაც დავარქვათ, თუ რაიმე პოზიტიური ნიუსი არ გამოვიდა, ჩემი აზრით, სრულად შესაძლებელი არის, რომ ფასი ჩამოვიდეს აქ და არც იქნება მეგობრებო ეს სიგიჟე ჩვენ ყოველთვის გვახსოვდა ბიტკოინზე 20-30%-იანი კორექციები და თუ აქამდე ჩამოვიდა ფასი, მაგ შემთხვევაში იქნება პლუს მინუს, კიდევ ქვემოთ არ უნდა იყოს ლიკვიდობა, პლუს მინუს 20%-იანი კორექცია იქნება, რაც რა თქმა უნდა არ არის კატასტროფა და არ არის სიგიჟე, რაც შეეხება ბიტკოინს მეგობრებო, გადავიდეთ უზბად ახლა ეთერიუმზე. ეთერიუმის ტრეიდებს შევხედოთ, ანუ აქ იყო იდეალური swing short-ი. აქ იყო იდეალური swing short-ი, მეგობრებო. მაგრამ shorts მოვერიდე და კიდევ ერთხელ არის ხშირად ვეუბნები ხოლმე ჩემ თავსაც, რომ თუ ხედავ setups აიღე, ანუ ხშირად რო უყურებ ხოლმე ჩემ ესე ვთქვათ ჟურნალს, რო ვაანალიზებ ხოლმე, ხშირად არის ესეთი რაღაცა, რომ აი მე მგონია, ანუ setup-ი მაძლევს იმის უფლებას, რომ ავიღო short-ი, მაგრამ მგონია, რომ მაინც არ არის კარგი short-ი, იმიტომ რომ ან news იქნება, ან ის იქნება და მგონია, რომ ესე ვთქვათ შეიძლება გავისტოპო, ხო? ხშირად ვიჭერ ხოლმე ამას ჩემთვის მეგობრებო და აქ არის კიდევ მაგის ერთ-ერთი იდეალური მაგალითი. ანუ აქ მინდოდა მეგობრებო ამეღო short swing-ი, იქნებოდა აი ესეთი setup-ი. ეს setup-ი იქნებოდა, ამას არ ვატარგეტებდი stop loss-ად, stop loss-ად ვქონდა აი ეს. და ესე ვთქვათ, ჩემი ტარგეტი იქნებოდა აქამდე და რაღაცა ნაწილს დავტოვებდი და უფრო ქვემოთ, იმიტომ რომ ჩემი აზრით სრულად შესაძლებელი არის, რომ ეთერიუმი ჩამოვიდეს აქამდე. ანუ აქ უკვე მექნებოდა პლუს მინუს 80%-ამდე გაყიდული და დანარჩენი უკვე თუ წამოვიდოდა, აქამდე წამოვიდოდა და ესე ვთქვათ, stop loss-აც დავაყენებდი პროფიტში, მაგრამ რატო არ ავიღე, აქ ხედავთ, რომ ნახეთ, როცა ფასი აქ ამოვიდა, მაგ დროს იყო უკვე FOMC, ესე ვთქვათ, ჯონ პაული გამოდიოდა უკვე და ვიცოდით ყველა, ანუ ლოგიკური იყო, რომ ისინი დაუწევდნენ საპროცენტო განაკვეთს, მაგრამ რა თქმა უნდა, არავინ არ იცოდა რა რეაქცია იქნებოდა, ხო? ამიტომ მე მეგონა რომ გააგრძელებდა მაღლა სვლას, მაგრამ
ხედავთ რომ არ გააგრძელდა წამოვიდა ქვემოთ და ამიტომ ეს არის კიდევ ერთი გაკვეთილი რომ თუ ხედავ სეტუპს ანუ ეს სეტუპი იყო იდეალური მართლა იდეალური სეტუპი იყო თუ ხედავ სეტუპს იმისთვის რომ აიღო შორტი უბრალოდ აიღე და ესე ვთქვათ კი შეიძლება ნიუს იყოს კი შეიძლება ის იყოს კი შეიძლება იყოს მაგრამ მაინც 1%-ს კარგავ ხო ანუ ჩაოლებრივი ტრეიდი არის ამიტომ ეს კიდევ ერთი გაკვეთილი და ანუ სამწუხარო არის რა თქმა უნდა ახლა ამას რო უყურებ და ანუ აქ უკვე ვიქნებოდი 1-2-ზე რისკრევარც ხო ანუ რა თქმა უნდა სამწუხარო არის ახლა უყურებ როგორ მიდის ფული ანუ როგორ ვერ გააკეთე და როგორ მიდის ხო მაგრამ მაგაც რა თქმა უნდა აუცილებელი არის რომ შეინარჩუნო შენი სტრატეგია და ესე ვთქვათ არ შეხტე დაძრულ მატარებაზე შეიძლება თუ არა აქ ახლა შორტის აღება სარისკოდ ვიმაჩნია მე პირადად შორტის აღება მაგრამ სრულად შესაძლებელი არის ახლა ესეთი სეტუპი უფრო სარისკო არის რა თქმა უნდა მაგრამ სრულად შესაძლებელი არის აი ესეთი სეტუპი არ გამიკვირდება რომ ფასი წამოვიდეს ესე ქვემოთ ვნახოთ რას გვეუბნება ეს კი ბატონო არ არის ცუდი სეტუპი არ არის ცუდი სეტუპი I'm okay with that ვნახოთ პრინციპში ეს უკვე გაიტესტა double time frame-ზე, მაგრამ შეიძლება გქონდეს ესეთი ვიკი და წამოსვლა ქვემოთ. კი ბატონო, დაინტერესებული ვარ აქ შორტში. Setup-ი არის, რა თქმა უნდა, აქედან ლიკვიდობა გვაქვს აღებული. მაგრამ ჩემი აზრით, ნახეთ, ანუ ეს არის უფრო სარისკო ტრეიდი, რატომ? იმიტომ რომ ნახეთ, აქ გქონდა ესეთი V-კონსტრუქცია. და ნუ სრულად შესაძლებელი არის რომ ეს იყოს ის ტესტი და მე წავიდეს მაღლა, მაგრამ ასე ვთქვათ, ამ V-კონსტრუქციის დროს ჩვენ ხედავთ რომ მაღალ time frame-ს დავარეჯექტეთ ეს ლეველი და ესე ვთქვათ, high time frame-ზე ვაგრძელებთ დაღმავალ ტრენდს. ამიტომ სრულად შესაძლებელი არის რომ ეს გაიტესტოს მაღლა და წამოვიდეს ქვემოთ. ნახეთ ახლა რა ხდება, აქ მექნება მე სხვანაირი risk management-ი. ჩემი stop loss-ი მექნება პლუს მინუს, ნახოთ სად არის double time frame-ზე. double time frame-ზე რა ხდება? ანუ ეს ძალიან სარისკო stop loss-ი არის. ძალიან double time frame-ზე ბევრს ვერაფერს ვერ ხედავთ. ნახოთ აბა setup-ი როგორ იქნება. პოტენციური stop loss-ი, პოტენციური stop loss-ი, პოტენციური stop loss-ი. მოდი ყველაფერი წავშალოთ, ეს დავტოვოთ. დანარჩენი წავშალოთ. Oops, მოიწეშლა, it's okay. კარგი. დავიწყოთ ისევ ახლიდან. double time frames გადავიდეთ, პოტენციური stop loss-ი, პოტენციური stop loss-ი. პოტენციური stop loss-ი ნახოთ ახლა როგორი შეიძლება იყოს ჩვენი setup-ი. Short entry გვინდა. კი, კარგი entry არის. Entry გვინდა აი აქ. ანუ ეს შეიძლება იყოს პირველი setup-ი. შეიძლება იყოს მეორე setup-ი. Targets რა თქმა უნდა ვატარგეტებთ აქ ქვემოთ და აქ ქვემოთ. 9-იანზე ვნახოთ, ანუ ლიკვიდობას ვატარგეტებთ, ახლა მეგობრებო. ლიკვიდობას ვატარგეტებთ და აქ ხედავთ რომ 1.5-ზე და 1.3-ზე. ოკეი, ჩემი გადაწყვეტილება მიღებული არის, მექნება ესეთი setup-ი. ასეთი setup-ი მექნება და ამ setup-ს ცოტა სხვანაირად მივუდგები, ძალიან სწრაფად ავიღებ take profits. აქ უკვე სავარაუდოდ 25%-ს ავიღებ, შემდეგ აქაც 25%-ს ავიღებ და დანარჩენს უკვე დაველოდები რომ აქამდე ჩამოვიდეს. აქაც რაღაცა პროცენტს ავიღებ და დანარჩენს გავუშვებ რომ თუ ქვემოთ ჩამოვიდა კიდე და ქვემოდან აიღო ლიკვიდობა.
მანდაც წავიდეს, იმიტომ გავაკეთებ ეს, რომ ცოტა სარისკო ტრეიდი არის, ანუ მოდიხარ პირდაპირ აქედან სუპორტიდან მოდიხარ. ესე ვთქვათ, სუპორტზე შორტავ და სუპორტზე შორტი არის ყოველთვის ესე ვთქვათ სარისკო, მაგრამ setup videos რისკრევარდი იდეალური, ამიტომ მე მზად ვარ მივიღოთ ან ისიც მიმაგრებს ზურგს, რომ აქედან მაღალ time frame-ზე ესე ვთქვათ დავარეჯექტეთ და high time frame down trend-ი შეიძლება გაგრძელდეს, ამიტომ ჩემი აზრით იდეალური ტრეიდი არის, ამ ტრეიდს მეც ავიღებ მეგობრებო. მაგრამ გირჩევთ რომ ანუ თქვენ თვითონაც ესე ვთქვათ, ანუ ახლა stop loss-იც და entry-ც ყველაფერი განახეთ, მაგრამ გირჩევთ რომ თქვენ თვითონ უბრალოდ ერთ-ერთში არ დააკოპიროთ და გაიგეთ და მიხვდით ლოგიკას თუ რატო ვაკეთებ ამას იმას, რასაც ვაკეთებ. მოკლედ ეს ლოკალურად ეთერიუმი ვარ თუ არ აქ დაინტერესებული ლონგებით, უნდა გითხრათ რომ ლონგებით აღარა ვარ აქ დაინტერესებული. ანუ იმ შემთხვევაში თუ ჩამოვიდა ლიკვიდობა იყო რაღაცა სკალპის დონეზე ლონგის შესაძლებელი არის რომ აქ წარმოიქმნას და აუცილებლად ვიქნები დაინტერესებული, მაგრამ უნდა დავსვათ კითხვა. რამდენჯერ დავარეჯექტეთ ეს ლეველი, ანუ 1 2, ანუ აქ 2, 3, 4-ჯერ დავარეჯექტეთ ეს ლეველი და აქ გვაქვს სუპორტი, ხო? ანუ პინგ-პონგს თამაშობთ ესე ვთქვათ, ანუ აქ რეინჯში ვიმყოფებით, აქ შორტავ რა თქმა უნდა, აქ ლონგავ რა თქმა უნდა, მაგრამ იმისთვის რომ შეგვეძლოს მაღლა სვლა, აუცილებელი არის ლიკვიდობის აღება და წასვლა მაღლა, ამიტომ აქ პირდაპირ ლონგი არა ვარ დაინტერესებული, მაგრამ თუ ლიკვიდობა ავიღეთ აქ სადმე, მაგ შემთხვევაში ალერტი ვიქნები, რომ ლონგები ავიღო და high time frame-ზე რაც შეეხება მეგობრებო, ეს ლეველი არის ჩემთვის საინტერესო. 3700 პლუს მინუსი და მაგის ქვემოთ არის კიდე ლიკვიდობა. ამიტომ თუ ინვესტიციას აპირებ, თუ მაგალითად ახლა ავიღოთ ხომ $1000 ინვესტიცია გინდა ხომ? აქ 70% ვიყიდიდი, აქ კიდე დანარჩენ 30%-ს დავამატებდი, ხო? იმიტომ რომ ის რომ შენ დაელოდო, ნუ პლუს მინუს 7-8% გექნება განსხვავება. იმიტომ რომ ახლა შენ რო დაელოდო და აქ რომ იყიდო და ფასი მანამდე არ ჩამოვიდეს, ანუ აქ ჩამოვიდეს და წავიდეს მაღლა, რა თქმა უნდა, ცუდი იქნება, იმიტომ რომ პოზიციაში ვერ იქნები, ხო? ან მთლიანი $1000 აქ ვიყიდი და მთლიანი კაპიტალს აქ ჩავდებდი, ან 70-80%-ს აქ ჩავდებდი და იმ შემთხვევაში თუ კიდე ჩამოვიდა ბონუსად კიდე 30%-ს დავემატებდი უფრო იაფოთ. რომელიც შეიძლება იყოს პლუს მინუს 8% იაფოთ. ანუ კარგი შეღავათი იქნებოდა. მოკლედ დაველოდოთ მეგობრებო, ეს არის ჩემი short პოზიციები, რასაც ველოდები მე. long პოზიციებს რა თქმა უნდა აქ უყურებ და აქ და რა შემთხვევაში შეიძლება აქ ლოკალურად უკვე აღარ მინოდა შორტები და ლონგებით იყო დაინტერესებული. აქ ლოკალურად ვერ ვიტყვი რომ ეს ლეველი თუ გავარღვიეთ, მეთქი აუცილებლად ლონგებით ვიქნებოდი დაინტერესებული. ეს კონსტრუქცია რომ მქონოდა აქ სუპორტზე ვიქნებოდი დაინტერესებული ლონგებით, აი ეს ლეველი რო გაგვირღვი, აი ეს დროპ-ოფი, მაგრამ ახლა მივყოფებით ახლა zoom-out რო გააკეთებ, იმიტომ რომ ყოველთვის რომ გააკეთე zoom-out-ი, zoom-out რო გავაკეთებთ, ანუ სად უნდა ავიღო ლონგები, ხო? ესე ვთქვათ, ანუ აქ თუ ავიღო ლონგები, სად არის ჩემი ტარგეტი? ჩემი ტარგეტი არის აქამდე და ჩავთვალოთ რომ რეზისტენსზე ვლონგავ, ანუ აქაც კი აქ ესე ვთქვათ, ლოკალურად გვაქვს სუპორტი, მაგრამ zoom-out-ს თუ გავაკეთებთ, აქ ვართ რეინჯის შუა მხარეს. როგორ უნდა ივაჭრო რეინჯი, უკვე მაქვს თქვენთვის ახსნილი, წინა ვიდეოებს გადახედეთ. რეინჯის შუა მხარეში როგორი რისკ მენეჯმენტი მაქვს, აი აქ ხედავთ მეგობრებო, იდეალურად, ანუ რაც წინა ვიდეოებში მაქვს ახსნილი მეგობრებო, ერთ-ერთში ხდება ზუსტად, აი ერთ-ერთში. რეინჯ ვიდეოს გადახედეთ, სადაც რეინჯი ვლაპარაკობთ, ანუ რეინჯი ტრეიდინგის სტრატეგიას. ამიტომ აქ თუ გავარღვიეთ, აქ არ ვიქნები ლონგები დაინტერესებული, იმიტომ რომ რეინჯის მაღალთა მხარეს, ნუ არ მინდა ლონგები მაინც და მაინც. ნუ აქ ვიქნები შორტები და ლონგები დაინტერესებული, აქ შორტებით და ლონგით კიდევ ვიქნები დაინტერესებული იმ შემთხვევაში, თუ ამ რეინჯს გავარღვევთ. ამ რეინჯს თუ გავარღვევთ, აუცილებლად ესე ვთქვათ, ალერტი მექნება იმისთვის, რომ შევიდე ლონგებში. ეხლა კიდე მეგობრებო, ისე მაკროეკონომიკას რომ გადავხედოთ, უკან დავაბრუნოთ. მაკროეკონომიკას რო გადავხედოთ ისევ, ანუ რო დაუბრუნდით ჩვენ ძმა და მეგობარს, ჯონ პაულს, ესე ვთქვათ, რა გამოიწვია მისმა გადაწყვეტილებამ, ანუ დააკლო საპროცენტო განაკვეთი, მაგრამ ხედავთ ოქრო რას აკეთებს, ხო? დავინახოთ ესე ვთქვათ, 17-ში რა გააკეთა. 17-ში ხედავთ რომ ქონა კორექცია, მაგრამ რა თქმა უნდა აქ აღმავალი ტრენდი არის, გავარღვიეთ ეს ლეველი, გაიტესტა, წავიდა მაღლა. ტექნიკურად არის იდეალურად გამოიყურება ყველაფერი, მაგრამ ხედავთ რომ 17-ში იყო რა თქმა უნდა ის sell-off-ი, ანუ მაღლა და ქვემოთ პამპი-დამპი, მაგრამ მაინც დავინახეთ რომ ბევრი შევიდა
ოქროში რაც ნიშნავს იმას, რომ ინვესტორებში არის ძალიან დიდი გაუგებრობა, ძალიან დიდი პანიკა და ისინი შეიძლება ელოდებოდნენ რაიმე ძალიან ცუდს. ამიტომ მეგობრებო, ისიც უნდა გავითვალისწინოთ სხვათა შორის, რომ ინდექსებსაც რო გადავხედოთ, ანუ კი ახლა ზოგი ინდექსი კორექციაზე მოდის, ნახოთ მაგალითად აი ეს რუსელი, ანუ პატარა კორექციაზე მოდიან, მაგრამ რაც თვალში ამანაც კაი დიდი ზრდები გაუკეთებიათ, ოკეი, დღეს არ მინახია. მაგრამ რაც თვალში ხდება, ყველამ კაი ზრდები გააკეთა. ოკეი, ანუ ყველა ინდექსი თითქოს უკვე all time high-ს აკეთებს. დღეს არ გადამიხედია მეგობრებო ჩარტებისთვის და wow. They are looking pretty good. მოკლედ მეგობრებო, რა მინდოდა მეთქვა ის რომ ხედავთ რომ ინდექსები მაღლა მიდის, კომოდიტები მაღლა მიდის, გადავხედოთ სტოკებს. სტოკებიც ხედავთ რომ ისეთო ასე ნახეთ ტესლამ რა მაგარიც დაგააკეთა. სხვათა შორის მეგობრებო, ანუ ახლა გადავუხვით ცოტა, მაგრამ ანუ აქ ხედავთ რომ ეს entry მქონდა დადებული, იდეალური ზრდა გააკეთა. ანუ ხედავთ რომ აქციები ზრდებს აკეთებენ, ანუ ყველაფერი მაღლა მიდის, მაგრამ ბიტკოინი არის ჩამორჩენილი. აქ რა ხდება? სად იყო? ნაიკი იყო. never mind. მოკლედ ყველაფერი მეგობრებო თითქმის მაღლა მიდის აქციები. ხედავთ რომ ყველაფერი იდეალურად მაღლა მიდის, მაგრამ ბიტკოინი არის ჩამორჩენილი. ამიტომ თუ რაიმე პოზიტიური ნიუსი არ ქონა კრიპტოზე და ბიტკოინზე, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვარაუდოთ რომ გავტესტავთ იმ ლეველებს, რომელიც ახლა ასე ვთქვათ, აგიხსენით ამ ვიდეოში. ძალიან მაინტერესებს მეგობრებო თქვენი აზრი, რას ფიქრობთ? ხართ თუ არა მზად, რომ თუ ჩვენ გავაკეთეთ აქედან კიდევ 12%-იანი კორექცია ხარ თუ არა მზად რომ კიდე იყიდოთ თუ ფიქრობთ რომ აღარ არის ბიტკოინი საინტერესო და აღარ ვიყიდეთ. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. ამიტომ დაწერთ კომენტარებში რას ფიქრობთ და თუ მოგეწონათ ვიდეო არ დაგავიწყეთ და ლაიქება და არხის გამოწერა.